გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მეორე ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. რუსეთ-უკრაინის ომზე ვსაუბრობ, შესაბამისად თუ გაინტერესებთ რა ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი რა ტენდენციები არის. ჩაუჯექით ამ ვიდეოს ბოლომდე, მოგიყვებით რა ხდება ფრონტის ხაზზე, გაჩვენებთ უამრავ საინტერესო ვიდეო მასალას, გაჩვენებთ რუკებს და შევეხები მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო, პოლიტიკურ ამბებსაც გარკვეულწილად. მოკლედ, დღეს არის 1 ივნისი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-5 ზაფხული დაიწყო პუტინის საოკუპაციო არმიის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. და ამ დღეს ხდება ის, რასაც იდეაში ალბათ ცუდ სიზმარშიც ვერ ნახავდა ვლადიმერ პუტინი. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ერთი მე-5 ზაფხულსაც იომებდა და მეორე, რომ ამ მე-5 ზაფხულის დასაწყისში მისი საოკუპაციო არმია იბუქსავებდა დონეცკის ოლქის პატარა ქალაქის კოსტანტინივკას გარშემო, რასაც ესეთი თავდადებული რუსეთელები ცდილობენ, რომ ახლა ძალიან დიდ წარმატებად გაასაღონ, რომ თურმე კოსტანტინივკას რაღაც შემოგარენს მიუახლოვდა რუსეთის არმია და რაღაც პატარ-პატარა ჯგუფების შეჟონვა ხდება ქალაქის დასახლებულ ნაწილში. ნამდვილად ვერ ჩაითვლება ეს რუსეთისთვის რაღაც განსაკუთრებულ მიღწევად და იმის გათვალისწინებით, რომ მათ დაანონსებული ჰქონდათ მათ შორის რაღაც სასწაული საგაზაფხულო კამპანია. თუმცა ჩვენ მივიღეთ საპირისპირო. გაცილებით პოზიტიური შედეგებით დასრულდა ეს გაზაფხული უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის, ვიდრე ამას ვინმე ელოდა ზოგადად და ამას, როდესაც ვამბობთ, ამას აქვს თავისი არგუმენტები, ხო? პირველ რიგში ის, რომ რუსეთის არმიამ გაცილებით ნაკლები ტერიტორიის დაკავება, ოკუპაცია მოახერხა ამ გასული 3 თვის განმავლობაში, ვიდრე უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოახერხა მათი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. ეს ბალანსი უკრაინის მხარეს არის, ეს ერთი. გარდა ამისა, უდიდესი დანაკარგები აქვს რუსეთის არმიას ყოველთვიურად 30,000 განადგურებულ ან განეიტრალებულ დაჭრილ დაშავებულ სამხედროს აღემატება იყო თუ არ ვცდები მარტის თვეში განსაკუთრებით და აპრილის თვეში მაღალი მაჩვენებელი, ან მარტში ან აპრილში ეს რაოდენობა იყო 38,000-ზე ასული და ეს გეგმა გრძელდება. ოფიციალურად აქვთ გაცხადებული უკრაინის თავდაცვის მინისტრს აქვს ეს გეგმა წარდგენილი, ასე ვთქვათ, რომ მათი მიზანი არის, რომ 50,000 განადგურებულ რუს სამხედრომდე ავიდნენ თვეში. და ამას ისინი აპირებენ ტექნოლოგიური გარღვევის ხარჯზე. მათი დრონების წარმოების რაღაც სასწაული ტემპის ხარჯზე, რაც რა თქმა უნდა აღწევს გავლენას ფრონტის ხაზზე, მოწინააღმდეგის დანაკარგებზე და ერთგვარად აბალანსებს იმ ცოცხალი ძალის ნაკლებობას, რომელიც აქვს თავად უკრაინის არმიას. ეს არის მთელი ამოცანა. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც მიიჩნევა, რომ უკრაინისთვის ეს გასული 3 თვე ამ წლის დასაწყისი ზოგადად იყო წარმატებული, ეს არის მათი დარტყმები შორ დისტანციაზე, რუსეთის სიღრმეში, ენერგეტიკულ ობიექტებზე, ნავთობ ობიექტებზე და სამხედრო ობიექტებზე და ასევე ის ამბავი, რომ მათ განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბოლო 1 თვის განმავლობაში, რომ წამოიწყეს საშუალო დისტანციაზე უმნიშვნელოვანესი დარტყმები, ძალიან მაგარი კამპანია, რომელსაც უკვე უწოდეს ლოჯისტიკის ლოკდაუნი. ამას ჩვენ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში განსაკუთრებით დიდ მასშტაბში ვხედავთ და ამის შესახებაც გზადაგზა უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, რა თქმა უნდა გაჩვენებთ სულ ახალ ვიდეო მასალებსაც, რომელიც სწორედ ლოჯისტიკის ლოკდაუნს ეხება. და ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ეფექტი, ასე ვთქვათ, ეს პროცესი უკვე აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის მოქალაქეების ყოფაზეც და კრიზისი იქმნება იგივე ყირიმის ნახევარკუნძულზე, ოკუპირებულ ყირიმში, რომელზეც ასევე თავად რუსეთის მოქალაქეები ყვებიან და ამ
ვიდეოებსაც აუცილებლად გაჩვენებთ. ძალიან საინტერესო მასალები გელოდებათ მოკლედ წინ. ძალიან დიდი შესავალიც რომ არ გამომივიდეს, მოდი დავიწყებ და ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს მოგიყვებით. მანამდე კი თუ არ ხართ არხის გამომწერები, თხოვნა მექნება რომ გამოიწერეთ, არ დაგეზარებათ იმედია ვიდეოს დალაიქებათ თუ მოგეწონებათ, კომენტარებში იაქტიურეთ, გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები და თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, გახდით ფინანსური მხარდამჭერები, გახდით ჩემი არხის სპონსორები, ასე ვთქვათ, შესაბამისი მონაცემები არის ამ ვიდეოს აღწერაში. ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი და ასევე Patreon-ის პლატფორმის ლინკიც, სადაც შეგიძლიათ 5-10 ან 15 $-ით ყოველთვიურად გახდეთ ჩემი სპონსორები. დავიწყოთ მოკლედ ასე გავანაწილე რომ ჯერ შორი მოქმედების შორ დისტანციაზე დარტყმების შედეგები უნდა გაჩვენოთ. პრინციპში ბოლო რამდენიმე დღეა ესეთი კარგი დიდი ხანძრები არ გვინახავს რუსეთის ტერიტორიაზე და ვისაც ასეთი სანახაობა ხიბლავთ და მოგენატრათ, მოდი დავიწყოთ აი ამ მასალით. ეს არის სარატოვის ოლქი და ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, როგორც ხედავთ, ის რამდენიმე რაკურსით ჩანს, რომ ძალიან მასშტაბურად იწვის და არა ერთი ცეცხლის კერა არის, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. და შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი იქნება აქ ზარალიც. ესეთი მასალა გვაქვს. სხვათა შორის ამ კადრებს ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის 31 მაისის მასალა, ასე ვთქვათ, 31 მაისის პოსტია, სადაც ზელენსკი წერს, რომ წინა ღამით განხორციელდა ესეთი შორი მოქმედების დისტანციის დარტყმები 700 კილომეტრის დაშორებით, სწორედ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ვახსენე. და ეს არ ყოფილა ერთადერთი სამიზნე. ზელენსკი აქ წერს, რომ დარტყმები განხორციელდა ასევე როსტოვის და კიროვის რეგიონებში, ასევე სამხედრო ბაზაზე კასპიის ზღვის სანაპიროსთან. აქვე უკრაინის პრეზიდენტი აჯამებს გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნეებს, ასე ვთქვათ, შორ დისტანციაზე დარტყმებით და ჩამონათვალი ასე გამოიყურება იაროსლავლი, რიაზანი, ვორონეჟი, ვოლგოგრადი, როსტოვი, ნოვგოროდი, ნიჟნი ნოვგოროდი და კრასნოდარის რეგიონი. საშუალო დისტანცია კი მერყეობს 300-დან 1200 კილომეტრამდე რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან. აი ასეთი შეჯამება გვაქვს ზელენსკისგან, ეგრეთ წოდებული შორი მოქმედების სანქციების კუთხით. გავაგრძელოთ, აქ კიდევ ერთი საინფორმაციო გრაფიკული გამოსახულება გვაქვს და ასევე ვიდეო მასალაც თან ერთვის, რომელიც სწორედ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულ იერიშს ასახავს. ნახოთ ეს მასალაც. ხმას ვუთი შევხოლმე, იმიტომ რომ სისტემამ შეიძლება დაბლოკოს, ამიტომ ასე უხმოდ ვუყუროთ. შესანიშნავი გრაფიკული გამოსახულება, ყველაფერს ძალიან ნათლად ამბობს, როგორც ხედავთ, ამ ნავთობაზაზე არის ძალიან ბევრი რეზერვუარი და რამდენიმე მათგანი აალდა, მე უკვე ვახსენე, რომ აქ იყო რამდენიმე ცეცხლის კერა ერთდროულად. აქ არის პატარა მონაკვეთები, სადაც ადგილობრივი შეშფოთებული მოსახლეობა შოკირებულ მდგომარეობას აღწერს და გაკვირვებას, როგორ მოხდა, რომ მათ ტერიტორიაზე მივიდა ომი. ხო, სხვათა შორის, გარდა ფინანსური ზიანისა, რომლის მიყენებაც უკრაინას სურს რუსეთის ომის ბიუჯეტისთვის, ერთ-ერთი გათვლა ეგაც არის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს ომი სადღაც ტელევიზორში არ არის მხოლოდ და მათგან ძალიან შორს ეს ომი მათთან ახლოს არის, ამას ძალიან ხშირად უსვამ ხოლმე ხაზს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის იმისთვის, რომ როგორღაც გაიაზრონ, რომ საჭირო არის ამაზე რეაგირება და მინიმუმ ნაკლები მხარდაჭერა გამოხატონ პუტინის რეჟიმის მიმართ. და შესაძლოა მეტი წინააღმდეგობა შემდგომ პროცესებში, როდესაც იგივე მობილიზაციის მორიგი ტალღის გამოცხადება მოუწევს პუტინს. ეს არის ლაზარევო კიროვის რეგიონი, როგორც აქ არის აღწერაში საუბარი. ეს რა საინტერესო იყო. ბოლომდე არ მქონდა ეს ვიდეო მოსმენა.
ნანახი უბრალოდ. ანაღლებ ანიას. ისე საინტერესო კადრია ბოლო არა? ალახში დგას. წინ უზარმაზარი ენერგოობიექტი იწვის. და არ იცის რა რეაქცია ქონდეს და ეს ჩასტვინა. პრინციპში სიმბოლური ამბავი არის. მე თუ მკითხავთ. აჰა. და საინტერესო რეაქცია მომეწონა. კარგი იყო. შემდეგი. ძალიან საინტერესო, ესეთი გრაფიკული გამოსახულება ვიპოვე. ეს არის კლიმენტ მოლინი, სხვა შორის ეს არის ფრანგი მიმომხილველი, რომელიც ღია წყაროების ანალიზს აკეთებს და შემოგთავაზა ასეთი საინფორმაციო რუკა, რომელიც ასახავს უშუალოდ სატვირთო ავტომობილებზე, გადაზიდვებზე, აი ლოჯისტიკის ნაწილში განხორციელებულ დარტყმების რუკას ასახავს ადგენს, ასე იგი. ძირითადად აქ არის საუბარი, როგორც ხედავთ, სამხრეთ სტრატეგიული მნიშვნელობის გზაზე, რომელიც სამხრეთით გადის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკავშირდება ყირიმს, უკავშირდება დონეცკის ოლქს, ზაპოროჟიეს მიმართულებას, ხერსონს, ხო, ну, აი ესე გამოიყურება მოკლედ ეს ფოტო და ვიდეო მასალით დადასტურებული ფაქტების გეოგრაფია და ხო, აქ კიდევ ერთი რამის თქმა მინდოდა, რომ მხოლოდ მაისის თვეში, როგორც ეს წყარო აღწერს და არა მხოლოდ ეს წყარო, პრინციპში სხვაგანაც ბევრგან ვნახე ეს ინფორმაცია, მხოლოდ მაისის თვეში რუსეთის ტრანსპორტზე, სამხედრო დანიშნულების ტრანსპორტზე, ასევე საწვავმზიდებზე 130 ზუსტი და გამანადგურებელი დარტყმა განხორციელდა, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი სტატისტიკა არის, თუმცა ეს მხოლოდ სამხედრო პროცესებზე და სამხედრო კუთხით მომარაგებაზე არ აისახება, ეს აისახება უკვე ყოფით ცხოვრებაზე. და დავიწყოთ ახლა გაჩვენებთ მე თქვენ ძალიან საინტერესო ვიდეო მასალას, სადაც თავად ადგილობრივი, ესეთი ერთ-ერთი მძღოლი აღწერს სურათს, რომელიც არის ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში და ჩანს ძალიან მარტივი მოცემულობა, რომ ამ გამუდმებული დარტყმების фонზე ხალხი უბრალოდ საწვავს ვერ ყიდულობს იმისთვის, რომ გადაადგილდეს. Сейчас обстановка с топливом в Крыму. Мы едем 99, и нас никто не обгоняет, ни один человек, потому что он понимает, что бензина нет. И дальше он пойдет пешком. Лучше ехать 90, чем идти пешком. Еду по Крыму 400 километров от Феодосии до Севастополя. Снимаю все заправки. Первая та на нашем пути, бензин бесплатный. Белогорский район. Ну, все сами видите. Мы под Симферополем проехали Зую. ხედავთ ხო ამ განულებულ აბრებს. Ну, ვინც არ იცით, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ საწვავი არ არის და ეს ბენზინგასამართის ადგილები ფაქტობრივად არ მუშაობს. აი აქ აჩვენებს, რომ მხოლოდ დიზელის ჩასხმა შეუძლიათ, რაღაც გარკვეულ ფასად. ხო, მანამდე იქ სიჩქარეზე გაამახვილა ყურადღება, ვინც ვერ გაიგეთ, თქვა რომ რაღაც დაახლოებით 90 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა, თუ მაგარი ხარ მიდი და მიადგი უფრო მეტით იარე, მაგ შემთხვევაში ბენზინს მეც დახარჯავ და შემდეგ უკვე ფეხით მოგიწევს სიარულიო და ახლობით თავის თავსაც დასწინოდა და ну სხვებსაც ალბათ ესე ხუმრობდა. Подъезжаем к городу Симферополь. Лето 92 есть, 95 есть. С другой стороны, там у нас все бесплатно. За деньги нет. За деньги нет, бензина нет. Выехали из Симферополя. ТЭС, Леватки, Дубки. Движемся в сторону города Севастополя. Ехали в Бахчисарайский район. Брат, как ты так прогнил? Два конкурента чисто встретили. Все бесплатно, даже соты. Отлично. В Севастополь бензин повезли. Что-то с номерами проблемы. Севастополь, бесплатный бензин. უფასო бензинს, რა თქმა უნდა, ხუმრობს, გულისხმობს იმას, რომ არ არის. Надо платить, а остальным можно заправиться так, за 0. Акაც დიზელია მხოლოდ.
Понимаю, житуха у нас, бензин бесплатный, наконец мы зажили. Так что кто там говорит, что цены высокие, что-то вообще не понял этих людей. Вот такая пробка аж. ხო, ეს მნიშვნელოვანია, ვინმე რომ არ იფიქროს, რომ ეს დამონტაჟებული ვიდეო და ვიღაცის ხმა აქვს გადადებული, კარგია რომ თავადაც გამოჩნდა ავტორი და მისი ხმაც ჩანს და ისმის და გამოსახულებაც აღიქმება, რომ ნამდვილად ის საუბრობს. Только за дизель надо платить, а остальным можно заправиться так, за 0. Вот это я, друзья, понимаю, житуха у нас, бензин бесплатный, наконец мы зажили. Так что кто там говорит, что цены высокие, что-то вообще не понял этих людей. Вот такая пробка аж вон туда. ხო, ესეც საინტერესო კადრია, სადაც საცობი ჩანს ერთ-ერთ ბენზინგასამართთან, სადაც არის ბენზინი როგორც ჩანს, აგერ 95 ოქტანობის და უზარმაზარი რიგი იდგა, ხო? ესეთი ფაქტები სხვა დროსაც გვინახავს ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა უშუალოდ ყირიმის შესახებ ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ სხვა დროს, როდესაც იგივე მოსკოვში თუ სხვა ქალაქებში ყოფილა ეს ბენზინზე შეზღუდვები, ვიცით რომ მათ შორის იგივე ოკუპირებულ ქალაქებშიც იყო ხოლმე შემთხვევები სხვადასხვა დროს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ნავთობ ობიექტებზე უკრაინელებმა დაიწყეს მიზანმიმართული დარტყმები, შეზღუდვები, მაგალითად 20 ლიტრს უსხამდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი ამბავი იმაშია, რომ ზოგადად ყირიმის მომარაგების ძალიან დიდი პრობლემა არის. აქ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომ რატომღაც ქერჩის ხიდს ვერ იყენებენ და ამაზეც ვისაუბროთ. მოდით ჯერ კიდევ ერთი მოქალაქის ადგილობრივის რეაქცია ვნახოთ და შემდეგ მაგ თემას შევეხები. Короче, ситуация такая. Еду по Херсонской области. Вот там Днепр. Но я еду один. Я приехал один вообще на всей дороге был. Вот такая дорога. Видите, красивенькая, ровненькая, все. Но никого нет. Никаких автомобилей нет. Нету по причине того, что... Короче, я не знаю, почему нету, но знаю одно, что нигде нету бензина и газа. Но дело не в этом. На каждом блокпосту меня предупреждали, что будь очень сильно внимателен, нигде не останавливайся, летают, скидывают. Короче, стрёмно то, что я вот в этой во всей ситуации, что вокруг летает, я один на дороге. Ну, в общем, будем пробираться уже отсюда. ხო, ცოტა განცდა დამრჩერო, ეს ტიპი თავს იმხნევებდა თან მარტო რომ მიდიოდა და ვითომ არ ეშინოდა, მაგრამ ალბათ თავადაც ხო, რა თქმა უნდა, თუ არანორმალური არ ხარ, მაგ დროს შიში ადეკვატური რეაქცია არის. ნუ ორი საკითხი გამოყო, ხო? ერთი, იმიტომ ვარ მარტო ამ გზაზე ჩამოვედი, მივდივარ უკან, იმიტომ რომ ბენზინი და გაზი არ არის და ვერავინ ვერ ასხავს. და მეორე უსაფრთხოების ამბავი, ხო? თქვა რომ იქ ყველგან სადაც გაჩერდა და ცოტა გამშვები პუნქტი გაიარა, ყველგან გააფრთხილეს, რომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ყოფილიყო. ხო, ახლა დაუბრუნდეთ ყირიმის თემას და უკვე რუკაზე გაჩვენებთ აქ თუ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც აქ მომარაგების პრობლემაზე ვამახვილებ ყურადღებას. მოკლედ, ხო, ეს წინა ვიდეოშიც ავხსენი, რომ აქ გადის ძალიან მნიშვნელოვანი გზა. აი აქ ტაგანროგიდან მომავალი გზა არის ეს, რომელიც უკვე შემოდის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მთლიანად მიუყვება აი ამ სამხრეთ ტერიტორიას. მარიუპოლის გავლით, შემდეგ გზები იყოფა მიდის დონეცკის მხარეს, შემდეგ უკვე მოვდივართ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და აი ეს მთავარი მომარაგების არტერია არის, რომელიც ამარაგებს მთელ ამ მიმართულებებს. და ასევე ამარაგებს ეს გზა უკვე აქ მელიტოპოლს როგორც ხედავთ ოკუპირებულ ხერსონის ნაწილს და ყირიმს, ხო? ნუ ეს მონიშნები წინაზეც განვიხილე, რომ ამას მიანიშნებს სწორედ აი ამ გზაზე ძირითადად განხორციელებულ დარტყმებს. ახლა რაშია საქმე? როდესაც ვეცნობოდი ინფორმაციას თუ როგორ მარაგდება ყირიმი და რა ალტერნატივები არსებობს აი ამ გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, ცხადია არსებობს ქერჩის ხიდი, ხო, რომელიც აქ მდებარეობს.
და ალბათ ვინც მოვლენებს თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ ქერჩის ხიდზე განხორციელებული დარტყმები, ძლიერი აფეთქებები, რომელმაც მაშინ გამოიწვია ხიდის დაზიანება, მათ შორის სარკინიგზო ნაწილის დაზიანებაც და მათ შორის იმ საგზაო მონაკვეთების დაზიანებას, სადაც სატვირთოები გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი ვერსია, რა თქმა უნდა, ეს განიხილება, რომ ამ ხიდის დატვირთვა, ანუ პირდაპირ გაგებით დატვირთვა, მძიმე მანქანების გადაადგილებით გარკვეულ რისკებს შესაძლოა შეიცავდეს და ჩვენ ამ სიტუაციის შეფასებაზე ხელი არ მიგვიწვდება, ცხადია, ტერიტორია ოკუპირებულია, ამას აკონტროლებენ რუსები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, ხო? აქ იყო სხვათა შორის ესეთი მოსაზრებებიც გამოითქვა, რომ დავუშვათ და პუტინს არ აინტერესებს სამოქალაქო ნაწილი რა, არ აინტერესებს ახლა ვიღაცა ბენზინს ჩაასხავს და იმოგზაურებს სევასტოპოლში თუ სიმფეროპოლში. დავუშვათ რომ ეს ესეა. მაგრამ სამხედრო კომპონენტს რას უშვებით, ხო? იმის გათვალისწინებით, რაც მე უკვე ავხსენი რა ხდება აქ მარიუპოლის გავლით მიმავალ გზებზე და რამხელა დარტყმის ქვეშ არის, რაღაცა ალტერნატივა საჭიროა. ამ ლოგიკით, ხო, განსაკუთრებული კითხვის ნიშნები შემოდის, რატომ არ იტვირთება ქერჩის ხიდი. ხო, საინტერესოა საბოლოოდ რა გაირკვევა ამასთან დაკავშირებით, ან იქნება თუ არა ახლო მომავალში ცვლილებები. აქ ერთ ალტერნატივაზე იყო კიდევ საუბარი, რაც ეხება ბორნებით გადაზიდვებს და ეს პროცესიც როგორც ჩანს არის ძალიან გართულებული იმის გათვალისწინებით, რომ აქ სხვებზე ბატონობენ უკრაინული საზღვაო დრონები. და როგორც გავეცანი ინფორმაციას, გასული თვეების განმავლობაში ეს საბორნე ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვნად დააზიანეს მათ. და თუ გადაწყვეტს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ ამ გზას მიმართოს, ეს მათთვის დიდ საიდუმლოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დარჩება და ეს ბორნებიც უფრო შეიძლება გაცილებით კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი იყოს ამ წყალზე და თუ წყალქვეშა დრონებისთვის, ვიდრე პირობითად რაღაცა ცისტერნებით, კამაზებით თუ რაღაცა საწვამზიდებით გადაზიდვა აი ამ ტვირთების იგივე მარიუპოლის გავლით მიმავალ გზებზე. ხო, მოკლედ ესეთი ამბავი არის, თუმცა გარდა მომარაგებისა, უნდა აღინიშნოს, რომ აქ შემოდის მეორე პრობლემაც, რაც ერთობლივად იწვევს ამ ბენზინის საწვავის კრიზისს კონკრეტულად ყირიმის ტერიტორიაზე. ეს არის დარტყმები უშუალოდ ნავთობის რეზერვუარებზე. გასაგებია, რომ ეხლა 2 თუ 3 კვირის განმავლობაში თუ რაღაც ცისტერნებით და ავტოტრანსპორტით ვერ შეზიდეს, არსებობს ხო რაღაც ინფრასტრუქტურა, სადაც შეიძლებოდა რომ რაღაც მარაგები არსებობდეს და ვერ გამოიწვია ამ პროცესს ისეთი კრიზისი, როგორიც ვნახეთ და როგორცაც ის ხალხი ყვებოდა, ხო, წეღან და გვაჩვენებდნენ. ამბავი ის არის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ასევე მეთოდურად იბომბება აქ ნავთობი ინფრასტრუქტურა, აი ამ რუკაზე გვაქვს ჩვენ გეოლოკაციით განსაზღვრული დარტყმები, იგივე აი ამ ზონაში, სადაც ხედავთ, რომ არაერთი რეზერვუარი არის, მათ შორის არის მიფრენები დაფიქსირებული, აქ ასევე არის თუ დააკვირდებით ეს ძველი დაზიანებული რეზერვუარები, სადაც მანამდე არის განხორციელებული დარტყმები. ფეოდოსიის ეს კონკრეტული ბაზა არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების სამიზნე და ეს არ არის ერთადერთი, არის სხვა მსგავსი ინფრასტრუქტურული ობიექტებიც ყირიმის სხვა ტერიტორიებზეც, იგივე სევასტოპოლის მიმართულებით. შესაბამისად, ხო, მოკლედ რომ შევაჯამოთ, 2 პრობლემა აქვს ერთობლივად: მომარაგება და რეზერვუარების დაზიანება, რაც კაცმა არ იცის რა შედეგებს გამოიწვევს და ჯერჯერობით კი ნახევრად ხუმრობით ლაპარაკობენ, როგორც ნახეთ და რა ვიცი, ეს ცინიზმი ზოგადად ახასიათებთ მათ, მაგრამ მე მგონი ცოტა ხანში თუ ასე გაგრძელდა და ყოველ შემთხვევაში ამის ეს დაანონსებულია, რომ ეს კამპანია ჯერ ახლა კრებს ტემპს და კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. ალბათ სულ უფრო და უფრო მეტი კრიზისი შეიქმნება აი აქ მომარაგების კუთხით ყველგან. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენთვის ის არის, როგორ აისახება ეს ყველაფერი ფრონტის ხაზზე. მე წინა ვიდეოშიც ავხსენე ეს ყველაფერი და არ ჭირდება ბევრი ფილოსოფია. ძალიან ლოგიკურია, რომ მომარაგების ხაზების შეზღუდვა, მათი დაბლოკვა გამოიწვევს ეფექტს უშუალოდ ფრონტის ხაზზე და იქონიებს გავლენა საბრძოლო მოქმედებებზე. მანამდე ვნახოთ ახლა უკვე უშუალოდ დრონები
დრონებით მიტანილი ერიშების ამსახველი კადრები, ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა ახლა რომელსაც ნახავთ და გაგაოცებთ ის მათ შორის ტექნოლოგიური დეტალები, რაც თუნდაც ამ ვიდეო კადრებში იკითხება. საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით 150-200 კილომეტრის სიღრმეში ფრონტის არსებული ხაზიდან ამ შემთხვევაში ეს ხდება ოკუპირებული ლუჰანსკის ტერიტორიაზე, მიტანილი არის ზუსტი ერიშები ლოჯისტიკაზე, მომარაგების ჩაჭვებზეც ამ შემთხვევაში და ეს ყველაფერი ხდება AI ინტეგრირებული სისტემების გამოყენებით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სამიზნის განსაზღვრას, აღმოჩენას, შემდეგ მიდევნებას და უზუსტესი ერიშების მიტანას. ნახოთ. Луганськ. Столиця. В самому Луганську можна лише Українські військові продовжують наступ. Луганськ. Столиця нинішньої самопроголошеної республіки. Що коїться в самому Луганську можна лише Українські військові продовжують наступ, щоб узяти під контроль увесь обласний центр. Он только что пролетел над головами, где-то на уровне 5-этажек, электрический дрон. Его еле было слышно, просто еле слышно. Наші війська підійшли впритул до обласного центру. Главное, что его просто хрен было слышно, как и самокаты. Луганськ, Старобільськ, Брянка, Кадіївка, Алчевськ – це наші рідні міста, рідної Луганщини. Відтепер ці міста не будуть вашим безпечним тилом. Ми бійці 3-го армійського корпусу, 3-ї окремої штурмової бригади батальйону безпілотних систем офіційно заявляємо, відтепер на теренах Луганщини в окупантів немає більше безпечних місць. Ми знайдемо та знищимо вас усюди, навіть на КПП Ізварено та інших ділянках кордону. Слава Україні! კარგი, შემდეგი ვიდეო. ხო, აქ ძალიან სერიოზული მასალაა, ეს არის 30 მაისის, სადაც სერიოზული მონაგარი არის აქა. საუბარია იმაზე, რომ ორი საფრენი აპარატი განადგურდა. გარდა ამისა, სამიზნეში ამოიღეს და განადგურეს ისკანდერის ტიპის რაკეტების გამშვების დანადგარი. და ეს ყველაფერი ხდება ტაგანროგთან ახლოს, როგორც ვკითხულობთ, როსტოვის რეგიონში. ნახოთ ეს არაჩვეულებრივი ვიდეო მასალა. ეს შესავალი არის და შემდეგ იქნება უკვე ზუსტი დარტყმები თავისი აღწერით Tu-142 ტიპის აი ასეთი სამხედრო თვითმფრინავები არის ორი ცალი განადგურებული. ეს არის ერთი პირველი მიფრენა. აქ მინდა დააკვირდეთ სიზუსტეს ამ შემთხვევაშიც რა როგორ ხდება პირდაპირ ფრთებს შორის დარტყმები. სიზუსტე, აქ უკვე მეორე დრონის მასალა, პირველი უკვე აფეთქებულია, მოხაზულია როგორც ხედავთ და იწვის და ეს უკვე შემდეგ სამიზნეს ეძებს. აი აქ უკვე მეორეს, იქ მესამეც დგას, როგორც დაინახეთ ალბათ, მაგრამ ის მესამე, არ ვიცი, ალბათ მესამე დრონი აღარ იყო ჰაერში მაგ დროისთვის. აი ამ შემთხვევაში კი ჩანს ეს გამშვები, რომელზეც ვისაუბრე და მასზე მიტანილი ერიში. ისკანდერის ტიპის რაკეტების გამშვებზე არის საუბარი. აი ასეც. შესანიშნავი. ებატონ. შემდეგ გავაგრძელოთ. აქ რა გვაქვს, ხო? ესაც ასევე ხო, ეს დამავიწყდა წინა ვიდეოზე, რომ მეთქვა, რომ ეს არის მადიარის ჩიტები, ასეთი ძალიან ყველაზე ცნობილი დანაყოფი, რომლის მეთაურის შემდეგ უკვე ეს ცნობილი მადიარი გახდა მთლიანად პილოტო სისტემების დანაყოფის ხელმძღვანელი. ესაც მოკლედ მადიარის ბრიგადის მიერ განხორციელებული ოპერაციების სამსახველი ვიდეო მასალა, რაც აქ ყველაზე თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნადგურდება ამ დარტყმების დროს ორი ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდი გემი, რომლითაც რუსული ნავთობის გადაზიდვა ხდება სანქციების გვერდის ავლით. აი ისიც ერთი მათგანი, რომელსაც დაარტყეს. და ასე იწვოდა.
აი აქ იწვის ეს გემი და შემდეგი სამიზნე უკვე გახდა საპორტო ინფრასტრუქტურა, როგორც აქ აღწერაში იყო ნაჩვენები. აი ესეთი. ნავთო ბაზა არის პრინციპში კი. რამდენიმე რეზერვუარი დაიბომბა ამ შემთხვევაში. შემდეგ რა გვაქვს? ხო, აქ ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა ასევე, ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული სამიზნე არის უკრაინელებმა ზაპოროჟიეს მიმართულებაზე მიიტანეს იერიში ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე და მოწინააღმდეგის განთავსების ადგილებზე, როგორც მიწის ზედა ინფრასტრუქტურა, ასევე მიწის ქვეშა ინფრასტრუქტურა არის აქ ნახსენები, ასევე მადი არის ბრიგადის მიერ ჩატარებული ოპერაცია, ესაც 29 მაისით არის დათარიღებული, როგორც ხედავთ. გავუშვათ ეს ვიდეო. რაკეტის ამოფრენა შეამჩნიეთ, ხო? ეს იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ამ დრონის ჩამოგდებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ჩამოაგდო, როგორც ნახეთ. ხო, აქ შემდეგ მინდა რომ ყურადღებით დააკვირდეთ, რაღაც მომენტებში ჩანს სამხედროების გადაადგილება, უბრალოდ გაქცევა. აი აქ ხედავთ რამდენი ჯარისკაცი ცდილობს რომ თავი დააღწიოს ამ შეტევას. ძალიან ბევრი ხალხია, როგორც ხედავთ, ეს არის ალბათ ეს პოლიგონი, რომელზეც არის საუბარი და სადაც სწავლება ტარდებოდა და აქ ინფრასტრუქტურაზე და ცოცხალ ძალაზე იყო გამიზნული ეს დარტყმები. არ ვიცით ახლა კონკრეტულად აქ რა რაოდენობის მსხვერპლი იყო გამოწვეული, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელების სამიზნეთა ნუსხა საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. ამ შემთხვევაში სამხედრო ბაზა. ხო, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ვიდეო მასალა ბოლო 2 დღის, ასე ვთქვათ, 30 მაისით არის დათარიღებული. ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა აქ. ერთი დრონი დაეშვა და არაფეთქდა აი ამ სატვირთო მანქანასთან, ალბათ შეამჩნიეთ მისი დაშვება. მოდი გაჩვენებთ თავიდან. აქ სამხედროები არიან გარშემო და ცდილობენ რომ ჩამოაგდონ. ხო და გონიათ ამ მომენტში რომ ალბათ გაუმართლათ, მაგრამ სულ ტყუილად პრინციპში, იმიტომ რომ აი ახლა გამოჩნდება უკვე მეორე დრონი. ისვრიან ცდილობენ ჩამოგდებას. აი ხა ნახავთ რა მოხდება აქ. ბუმ. და კამაზი აღარ არის. ხო, ესეთი ნახევრად გაუმართლათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღარ გამოვიდა ის, რაც მათ ჩაიფიქრეს. ეს სატვირთო ავტომობილი ვერ გადაარჩინეს და ძალიან ესეთი ეფექტური აფეთქებაც ვნახეთ. -1 კამაზი რუსეთის არმიის შემადგენლობაში. ხო, საინტერესო ვიდეო მასალა კიდევ ერთი, რომელიც უკვე ახალი დრონების გამოჩენას შეეხება. მორიგანა ესეთი დასახელების როგორც ხედავთ, ნიუსში სწორედ ამაზე არის საუბარი, რომ უკრაინელებმა უკვე გამოცადეს ახალი, სრულად უკრაინელების მიერ შექმნილი საშუალო მანძილზე მოქმედი დრონი და დაარტყეს რუსეთის ერთ-ერთ საჰაერო თავდაცვის კომპლექსს ყირიმის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად. და ისინი ახლა ამ დრონებით, მათ შორის იმ მარიუპოლის და ყირიმის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე ჰორნეტებთან და სხვა ტიპის დრონებთან ერთად ეს ახალი დრონებიც მიიტანენ იერიშებს. ჩაუწიოთ ხმას და ნახოთ როგორ გამოიყურება ეს ახალი ტექნოლოგია, აი ისიც. ესეთია. ეს უკვე მოქმედებაში მისი მუშაობა. ეს არის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც იყო ნახსენები ტექსტში. აქ უკვე ავტო ტექნიკა, ცისტერნები, ეს რაღაცა სამხედრო ტექნიკის განადგურება გვაქვს ისევ. მოკლედ, ყოველ დღე, ყოველ კვირა არის ახალი ცნობები, ახალი ცნობები, უფრო სწორად იმის შესახებ, რომ ახალ სათამაშოებს იგონებენ, ბრჭყალებში სათამაშოებს უკრაინელები და ეს არ ეხება მხოლოდ საჰაერო დრონებს, ეს არ ეხება მხოლოდ სახმელეთო დრონებს, ეს ეხება საზღვაო დრონებს და ამ უკვე შემუშავებული ტექნოლოგიების კიდევ უფრო დახვეწას. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ
ბარაკუდა ასეთი დასახელების საზღვაო დრონზე, საიდანაც საკმაოდ საინტერესო ამ დრონების გამოყენებით საკმაოდ საინტერესო ოპერაცია ჩატარდა. ერთდროულად ამ ინფორმაციის აღწერაში საუბარია და ტიტრებიც იქნება, რომ გამოყენებული იყო ეს ბარაკუდას ტიპის დრონები რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულებით. ნაწილი მათგანი აღჭურვილი იყო აი ამ რაკეტებით. სწორედ ამ რაკეტების გაშვება ნახეთ ახლა თქვენ. აი ამ მომენტში ეს არის უმართავი რაკეტები, რომელიც აღჭურვილია ეს დრონი და ისვრის. აქ არის ამ შემთხვევაში ასევე ნაჩვენები ეს ანტენა, რომელიც თქვათ აი ამ კოორდინაციისთვის და დაკავშირებადობისთვის არის განკუთვნილი და აი ეს უკვე ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ ვიდეო მასალაში ამ დრონის კორპუსიდან ფრინდება FPV გამიკაძე დრონები. ანუ ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ თავად კამიკაძე დრონია ეს წყალზედა დრონი და შეჯახების შემთხვევაში სამიზნეს ანადგურებს, დამატებით დრონები გადააქვს, რომლებიც მერე დამოუკიდებლად ფრინდებიან, მათ სხვა ოპერატორები მართავენ და შემდეგ უკვე მოკლედ მანძილზე, სამუშაო არეალში შესვლის შემდეგ ისინი დამოუკიდებლად სხვა კიდევ დამატებით მისიებს ასრულებენ. და მეთანხმებით, რომ ძალიან შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ხო, ნუ აღარც გვიკვირს პრინციპში იმდენ რამეს ქმნიან ყოველდღიურად უკრაინელები სამხედრო ინდუსტრიაში, თუმცა რუსებსაც აქვთ თავისი ნოუ-ჰაუები პერიოდულად, მაგალითად ესეთი. აქ სათაურში მომეწონა Mad Max-ის ლეველის ინჟინერია არის ნახსენები, მეც მიყვარს ხოლმე ეს ძალიან მომწონს, ეს ძალიან უხდება, ვისაც ნანახი გაქვთ Mad Max-ი, ხვდებით რაზე არის საუბარი, რაღაც საოცარ მოდიფიკაციებს რო აკეთებენ ამ რაღაც ავტომობილების რუსები, ხან ნივა არის გადაჭრილი, გადმოჭრილი, ხან რაღაც უაზი, ბუხანკა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რა ქნეს ახლა? სატვირთო მანქანას რაღაცა გადააჭრეს ეს კაბინა, მე ვიდეოს ბოლოში ნაჩვენები იქნება საჭე ჩანს იქ და სავარძელი მძღოლის და ამ გადაჭრილ კაბინას ჩაუბეს თან ეს მისაბმელი, ასე ვთქვათ და ამ ტექნოლოგიით ბრჭყალებში ცდილობენ ერთ-ერთ ფრონტის მონაკვეთზე მდინარის გადაკვეთა იყო ამ ყველაფრის ჩანაფიქრი, როგორც აქ აღწერაში არის საუბარი და ეს მისია მოკლედ ჩავარდა,ახლავე ნახავთ შესაბამის კადრებს. ვიდრე წყლის ნაპირთან, მდინარის ნაპირთან მიაღწევდა, მანამდე გაანადგურეს მოკლედ ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ქმნილება. მის გარდა კიდევ აქვე ერთი პატარა უაზიც გადაადგილდებოდა და ისეც მოსპეს. აი უკან მოყვება. პირველი დარტყმა უბრალოდ ეს ნაღმზე მოხდა პირველი აფეთქება. აი მომენტში შემოუხვია აფეთქდა. შემდეგ იქნება მეორე ნაღმი, აქ უკვე დაკარგა კონტროლი, აი ამ მომენტში მეორე ნაღმი, იქ რაღაც ბოძი გაიტანა ამასობაში. ხო, რაღაც საცოდავ მდგომარეობაში არიან, საბოლოოდ ალბათ კი არა და მახსოვს რომ უკვე დრონებით მოხდა აქ დამატებით დარტყმები და ამობუგეს ეს ჩვენი რაღაცა თანამედროვე რუსული ტექნოლოგია. აი ისიც FPV დრონის კადრია უკვე და რამდენიმე დარტყმა ZZ ვინ გაახარებდა. კარგია რომ ეს დრონები კადრებსაც იღებენ და ინახავენ არქივისთვის, საოცარი სანახაობა ნამდვილად. ეს უაზიც განადგურებულია, ეს სატვირთოც განადგურებულია თავის მისაბმელიანად. აი ამაზე ვლაპარაკობდი, აქ არის საჭე ჩანს, ნახეთ, აქ სავარძელი ჩანს და მთლიანად ეს რაღაცნაირად გააბრტყელეს, გადააჭრეს, რაღაცები დაასვარკეს მაღლიდან, ზეთხეთში კარგად აღიქმება. არ ვიცი, რაღაცას დაამსგავს ეს მოკლედ რაღაც ვაგონებს თუ მისაბმელებს თუ რა უნდათ ამით გაეკეთებინათ. ნამდვილად ვერ ხვდები, რავი, წყალი არ ჩავიდო და ამაში მდინარეში რო შევიდოდნენ მაღლიდან თუ წარმოდგენა არა მაქვს, რას ემსახურებოდა აი ეს მთელი გამოგონება, რომელიც პრინციპში
წყალში ჩაეყარა თუ ვერ ვიტყვით პირდაპირ გაგებით, მაგრამ ცეცხლში ნამდვილად გაუნადგურდათ. გავაგრძელოთ. აქ რა გვაქვს? კიდევ ერთი კოლაჟი, მორიგი კოლაჟი, ამ შემთხვევაში უკვე ეს არ არის რაღაც შორი მოქმედების და საშუალო მოქმედების, პრინციპში ხო ნაწილი საშუალო მოქმედების დრონების კადრები არის აქ, მაგრამ არის ნაწილი ასევე FPV დრონების. სხვათა შორის უნდა ვთქვათ, რომ გარდა იმისა, რომ საშუალო დისტანციაზე მოქმედ დრონებს ავითარებენ, FPV დრონების გარკვეული კატეგორიებიც კიდევ უფრო დაიხვეწა. 2-3 დღის წინ ვკითხულობდი ინფორმაციას, რომ ახალ რეკორდებს ხსნიან FPV დრონები. ტექნიკის განადგურების ნაწილში, და მანძილის კუთხით, ასე ვთქვათ. 100 კილომეტრზე მეტი დააფიქსირეს, ანუ სიგიჟეა FPV პატარა FPV დრონებზე არის საუბარი, 102 კილომეტრში გაანადგურეს ერთი სამიზნე 2 დღის წინ და ცოტა ხანში მაგ ინფორმაციას რო გავეცანი, მე კიდე ერთი ნიუსი წავიკითხე, სადაც იმაზე იყო ლაპარაკი, რომ ის რეკორდი კიდევ ერთმა FPV დრონმა გააუმჯობესა და 103 კილომეტრი დააფიქსირა. სიგიჟეა, ხო? მოკლედ ასე გამოიყურება ომის ევოლუცია უკრაინელების შესრულებით და დრონებით ისინი უმძიმეს დარტყმებს აყენებენ მოწინააღმდეგეს, როგორც ცოცხალძალას, ასევე ტექნიკას, ასევე ლოჯისტიკას და ყველაფერს, რასაც ხედავენ და რასაც წვდებიან. და წვდებიან, როგორც თქვით, ყველგან უკვე. როგორც ახლო დისტანციაზე, ასევე საშუალოზე და ასევე იქ, სადაც ჯერ არავის დაურტყამს, სადღაც 1700 ხან 1500 ხან 2000 კილომეტრის მოშორებითაც კი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან უკიდურეს აღმოსავლეთ თუ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის ფედერაციის. კი ბატონო, სულ რამდენიმე ვიდეო დამრჩა. მოდი ვნახოთ, ესაც ამ შემთხვევაში რა გვაქვს? ხო, აქ საწყობებია. საწყობების განადგურება არის ძირითადად, საბრძოლო მასალების შესანახი ინფრასტრუქტურა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია, იმიტომ რომ აი ამ პროცესის ფონზე რუსებს უწევთ ამ ლოჯისტიკის ცენტრების, არა მხოლოდ ხაზების, მომარაგების ხაზების მორღვევის გარდა, მათ უწევთ თავად ამ სასაწყობე სეგმენტის ფრონტის ხაზიდან კიდევ უფრო შორს გადაწევა. ანუ თუ აქამდე 50 კილომეტრი უსაფრთხო ზონად ითვლებოდა, ახლა 100 კილომეტრი აღარ არის უსაფრთხო დისტანცია ფრონტის ხაზიდან. ამიტომ ეს ყველაფერი მთლიანობაში კომპლექსურად მუშაობს. მომარაგება, ტრანსპორტი, თავად ეს საწყობები სად არის განთავსებული, ეს ყველაფერი აისახება დროზე, ეს ყველაფერი აისახება ხარისხზე და ამ ყველაფრის შემხედვარე მხოლოდ ერთი ფიქრი მომდის მე პირადად თავში და ალბათ ბევრ თქვენგანსაც, რომ თავარია ახლა ეს ყველაფერი ფრონტზე აისახოს და თანდათან, ანუ უბრალოდ გამორიცხულია, რომ ეს არ დაეტყოს საბრძოლო მოქმედებებს. ეს ყველაფერი შეასუსტებს რუსეთის საოკუპაციო არმიის შეტევით პოტენციალს და ეს ყველაფერი შემდეგ უკვე აიცულებს მათ, რომ დათმონ პოზიციები. ეს ნაწილობრივ უკვე ხდება ზაპოროჟიეს დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე. აი ამ შემთხვევაში ჩვენ აქ გვაქვს მორიგი საინფორმაციო რუკა, სადაც საინტერესო პროცესი არის ნაჩვენები. აი აქ საკმაოდ ახლო მონაკვეთში სამხრეთის მიმართულებაზე ერთდროულად 2 მიმართულებით ვითარდება ახლა უკრაინელების კონტრშეტევა. აი ერთი ის არის აქ გვაქვს, მეორე ის არის აქ გვაქვს, ეს ყველაფერი ხდება ულაეპოლიდან ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, როგორც ხედავთ, აქ არის კიდევ ერთი ლურჯი მონიშნა, რომელიც მანამდე გათავისუფლებულ ტერიტორიას ასახავს. მოკლედ აქ ზუსტად აი შარშანა ამ დროს დაიწყეს ამ მიმართულებაზე რუსებმა გაქცევა, საკმაოდ დიდი ტერიტორიები დაიკავეს მათ. ახლა კი მთელი წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, ანუ უკვე მე-5 თვე დასრულდა, ხო? მე-6 დაიწყო. ვხედავთ ზაპოროჟიეს დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე მეთოდურად უკრაინელების წინსვლას ნელა ისინი აიცულებენ მოწინააღმდეგეს, რომ პოზიციები დათმოს. და როდესაც საუბარია იმაზე, რომ საერთოდ ჯამში უკრაინამ უფრო მეტი ტერიტორიის დეოკუპაცია მოახერხა, ვიდრე რუსეთის საოკუპაციო არმიამ დაიკავა, ძირითადი წილი მოდის სწორედ
სამხრეთის მიმართულებაზე, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის მიმართულებებზე. შედარებით ნაკლები არის უკრაინელების მიღწევები ამ მხრივ დონეცკის ოლქში. აქ კიდევ ერთი რუკა, ეს უკრაინული წყარო იყო, რაც მანამდე გაჩვენეთ, ეს არის რუსული სამხედრო პორტალის რიბარის წყარო, უკვე ვიზუალით ვცნობ, ხშირად მაქვს ხოლმე ეს ნაჩვენები ამ პროექტის მიერ გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციები ჩემ ვიდეოებში, მათ შორის რუკები, რომელსაც რიბარი გვთავაზობს. იმისთვის უბრალოდ რომ კონტრასტი გაჩვენოთ და არ აღიქვას ვინმემ და არ ჩათვალოს ან არ დამაბრალოს რომ მხოლოდ რაღაც ცალმხრივად ვსაუბრობ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავლენით მოქმედი პროექტი რიბარი ავრცელებს აი ამ კადრებს, უпростоრად ამ რუკას, სადაც ზუსტად იგივე არის ნაჩვენები, რაც აქ. ხო ვახსენე, ორი მიმართულება, ერთი ის არის, მეორე ის არის, ხო? პოკროვსკე, ასეთი დასახლებული პუნქტი, ეს არ არის ის დონეცკის პოკროვსკი, არ არის ეს სხვა პოკროვსკი არის, აქეთ სამხრეთით. პოკროვსკიდან სამხრეთით ერთი მიმართულება და აღმოსავლეთით მეორე მიმართულება. აი აქ ზუსტად იგივე ხდება. აი აქ არის პოკროვსკე და იგივე აღწერს რუსული წყაროც სამხრეთით ერთი კონტრშეტევის უпростоრად უკრაინელების მიმართულება, რომელიც ძალიან სახიფათოდ გამოიყურება და საკმაოდ სიღრმეში აქვს დახაზული ამ რუკის ავტორს ეს ისრები ფრონტის ხაზიდან მოშორებით საკმაოდ დასახლებული პუნქტებისკენ მიმავალი კონტრშეტევა და ეს გაჭრილი უკვე ტერიტორია. ამ რუკის აღწერაში ნახსენები იყო ასევე ის, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ექცევიან აი ამ ფონზე. აი აქ შუაში მოქცეული, ასე ვთქვათ, რუსული დანაყოფები, იმიტომ რომ ორი მხრიდან, ორი ფლანგიდან ისინი არიან შეტევის ქვეშ და ეს შეტევა მარტო რაღაც ცოცხალი ძალის წინსვლას არ გულისხმობს, ხადია, ეს გულისხმობს იგივე დრონების ოპერატორების უფრო აქტიურ მუშაობას სხვადასხვა მხრიდან და ასე შემდეგ. ნახოთ, ძალიან მაინტერესებს აი ზაფხულის პერიოდი როგორი იქნება. აი ეს ტენდენციები ცალსახად აჩვენებს, რომ კომპლექსურად უნდა იმუშაოს მომარაგების შეფერხებამ, თუ უკეთეს შემთხვევაში პარალიზებამ, რისგანაც არ არიან რუსების შორს, ამავდროულად აი ტაქტიკური კონტრშეტევების წამოწყებამ, იქ შესუსტებამ მომარაგების რუსეთის საოკუპაციო ჯარების უნდა იმუშაოს ერთობლიობაში და იმედი ვიქონიათ, რომ უკრაინელები უფრო და უფრო მეტად მიაწვევიან და ეს თანდათან უფრო გამოჩნდება ახლო მომავალში. მომდევნო ერთ თვეში, შესაძლოა მომდევნო ორ თვეში ძალიან საინტერესო არის რა მოხდება უშუალოდ ფრონტზე. ხო, ფრონტზე ცალმხრივად რომ არ გამომივიდეს და ეს ბალანსი რო დავიცვათ, მოდით ვნახოთ რა ხდება დონეცკის მიმართულებაზე. ეს ძალიან კარგი რუკაა სხვათა შორის, მაიაკოვსკი ანალიტიქსი არის ესეთი, რომელიც აწარმოებს ამ რუკას, წინაზე ჯერზეც ვისაუბრე ამაზე, მთელი ამბავი ის არის, რომ ყველა ნებისმიერი მონიშნა, რაც კი აქ არის, დადასტურებული აქვს შესაბამისი კოორდინატებით და შესაბამისი კადრებით. ეს არის კონსტანტინივკა, დაუბრუნდეთ თემას და ნახეთ აქ რა ხდება, ხო, ძალიან მარტივი აღსაქმელია, რომ ყველაზე ცხელი ზონა აქ არის სწორედ აი წითელი მონიშნები, ეს არის რუსების მიერ მიტანილი იერიშები, ლურჯი მონიშნები არის უკრაინელების მიერ მიტანილი იერიშები. შეეხება უშუალოდ მოცემულობას, აქ პრინციპში წინა ვიდეოზეც საუბრობდი იგივეს, დიდად აი ფრონტზე, რასაც ქვია, სურათი არ შეცვლილა კონსტანტინივკას შიგნით ხდება, ამ დასახლებულ პუნქტებში შეჟონვის მცდელობები არის. ძირითადად ხო ფლანგებიდან ცდილობენ ამას და როგორც ხედავთ საკმაოდ ინტენსიური პასუხიც არის ამ ყველაფერზე უკრაინელების მხრიდან თუ აი ამ მონიშნებით ვიმშელებთ. აი მაგალითად გავხსნათ ხო ერთ-ერთი მათგანი ხო მე ვახსენე რომ გეოლოკაცია არის განსაზღვრული თქო, მაგრამ ასევე ყველა მონიშნას თან ახლავს ვიდეო ან ფოტომასალა. აი აქ ამ შემთხვევაში უკრაინის ავიაციის დარტყმები არის MiG-29 აღწერაშიც წერია, რომ MiG-29-ს საჰაერო იერიში რუსების განთავსების ადგილზე, იქ სადაც შეპარულები იყვნენ, მოკლედ ამ ზონაში ჩამოუყარეს ბომბები და მოხდა მათი ცოცხალი ძალის განადგურება.
და ასეა ყველა ნებისმიერი აქ მონიშნა რომ გავხსნათ იგივე სურათი. მოკლედ ძალიან ინტენსიური დარტყმები ხორციელდება იმ პატარ-პატარა ჯგუფებზე, რომლებიც შეპარული არიან ჯერჯერობით ქალაქის დასახლებული პუნქტის ძირითად ნაწილს მყარად შეიძლება ითქვას, რომ აკონტროლებენ უკრაინელები და არსებობს ასეთი ვარაუდი სამხედრო მიმხილველების, რასაც ვეცნობი, რომ არ არის იმის მოლოდინი და იმის რისკები, რომ რაღაც სწრაფი ოპერაციებით მოხდეს კონსტანტინივკას აღება რუსების მხრიდან. ამას უშვებენ, რა თქმა უნდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის დრო. რა დროში მოხერხდება ეს ყველაფერი, არსებული ტემპებით და რუსეთის არმიის არსებული პრობლემების გათვალისწინებით. ასეთი მოლოდინი არის, რომ მინიმუმ ზაფხულის განმავლობაში კონსტანტინივკას აღებას რუსები ვერ შეძლებენ და შემდეგ უკვე გამოჩნდება რა ტენდენციები იქნება მომდევნო 3 თვის განმავლობაში კიდევ საკითხავი არის. ხო, თავად რუსების შეტევებს რაც შეეხება, ისინი აქტიურად იყენებენ, დრონებს რა თქმა უნდა და ასევე აქტიურად იყენებენ ყველაზე მეტად რაც ზიანის მომტანი არის საავიაციო მართვად ბომბებს. ეგრეთ წოდებულ ფაბებს ან პლანირებად ბომბებს, ასეც უწოდებენ ხოლმე მათ. ხო, წინა ვიდეოში ვსაუბრობდი, რომ უკრაინელებმა თავადაც შექმნეს ასეთი ტექნოლოგიები და ამის შემდეგ უკვე ფრონტზე ისინი თავადაც ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნიან სწორედ ასეთივე საავიაციო ბომბების მეშვეობით. მოწინააღმდეგეს ჯერჯერობით აი ამ კომპონენტს კვლავ აქტიურად იყენებს რუსეთის არმია, ისინი ანადგურებენ შენობებს, აიძულებენ უკრაინულ დანაყოფებს რომ დატოვონ ეს ტერიტორიები, რომლებიც იბომბება, პოზიციები დათმონ და შემდეგ ცდილობენ რომ ეს პატარ-პატარა ჯგუფებით ინფილტრაციით რაღაცნაირად საყრდენი პუნქტები მოაწყონ. ისევ უცვლელი არის მათი ეს ტაქტიკა. მოკლედ ეს მთლიანად ეს მონაკვეთი არის ცხადია სიკვდილის ზონა ეგრეთ წოდებული და ყველაზე ცხელი საომარი მოქმედებები ახლა აქ მიმდინარეობს. თუმცა სხვაგანაც არანაკლებ ინტენსიური არის მეტნაკლებად, თუმცა გულისხმობ იმას, რომ აქეთ სამხრეთით უპირატესობა ცალსახად აქვს უკრაინას ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ აქვთ ეს ტენდენცია ნამდვილად, კონსტანტინივკაზე ვისაუბრე, იყო საუბარი ასევე ლიმანზე, იყო ერთგვარი მოლოდინი, რომ ლიმანის მიმართულებით რუსები შეძლებდნენ გარკვეული წარმატებების მიღწევას, თუმცა ლიმანის მიმართულებაზეც იყო გარკვეული კონტრშეტევები და აქაც ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შემოგთავაზეს. აი აქ არის თავად ქალაქი, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ამ წითელი მონიშნებით და ნაცრისფერი ზონით თუ ვიმშელებთ. საკმაოდ შორს არიან ჯერჯერობით რუსები ლიმანთან მიახლოებისგან, თუმცა გარკვეული წინსვლა გაზაფხულის განმავლობაში აი აქ გარშემო მათ აჩვენეს. მოკლედ, ფრონტზე წარუმატებლობის გათვალისწინებით, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ ამ ყველაფერს. ამ უთანასწორო ბრძოლაში განსაკუთრებით, სადაც უკრაინას გაცილებით ნაკლები რესურსები აქვს ადამიანურიდან დაწყებული, ასე შემდეგ რუსეთთან შედარებით. რუსეთი ხო დიდია და წესით 3 დღეში უნდა აიღო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნამდვილად ამას წარუმატებლობა ქვია, როგორც თავშიც ვახსენე, მე-5 ზაფხული დაიწყო უკვე, რაც ეს ომი მიმდინარეობს. აი ამ ყველაფრის გადაფარვას და მინიმუმ შიდა აუდიტორიისთვის რაც გამარჯვების მოლოდინის ილუზიის შექმნას პუტინი ისევ ცდილობს კიევზე, ხშირ შემთხვევაში თუ უკრაინის სხვა ქალაქებზე მიტანილი ამ შაჰიდის და დრონების, სხვა ტიპის დრონების, ასევე რაკეტების, ფრთოსანი თუ ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით მიტანილი იერიშებით. თავის მხრივ აქ ძალიან საინტერესო ერთი კადრი მაქვს თქვენთვის მომზადებული. ყველა შესაბამისი მეთოდით მუშაობს ცხადია უკრაინის საჰაერო თავდაცვა, მათი გადამჭერი დრონები და ასე შემდეგ უამრავი სისტემა, რომელზეც მუშაობენ. და საინტერესო არის, რომ რიგ შემთხვევებში რაღაცა ასიმეტრიული მოცემულობაც გვაქვს. მაგალითად, აი აქ, სადაც ჩვეულებრივ ავტომატებიდან გახსნილი ცეცხლით, ამ შემთხვევაში შაჰიდის ტიპის დრონი მოხსნეს მესაზღვრეებმა. შესანიშნავი კადრები, რომელსაც ახლა ნახავთ.
აქაც ემოცია გვაქვს. ნახოთ კიდევ ერთხელ. წარმაგარია. დახელოვნდა ეს ხალხი სროლაში. მეხუთე წელია იბრძვიან, ისვრიან და იცავენ თავს როგორც შეუძლიათ ისე. წარმატებებს უსურვებ მხოლოდ. ხო, თუმცა ცხადია რომ ავტომატებით ბალისტიკურ რაკეტებს ვერ გაანეიტრალებ, უკრაინას ჭირდება სხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, იმისთვის, დრონები გასაგებია, შაჰიდებს უმკლავდებიან დაახლოებით 90 მინიმუმ 95% სიზუსტით ხანდახან ანადგურებენ შაჰიდებს თუ სხვა ტიპის ამ დრონებს და ყოველ შემთხვევაში ეგეთი გათვლა აქვთ რომ წლის ბოლომდე უფრო უნდა გაიზარდოს და ამბობენ რომ თითქმის სრულად აზრს დაკარგავს ზოგადად ამ ტიპის სამიზნეების გაშვება რუსეთის მხრიდან, მაგრამ თავარი გამოწვევა რჩება ბალისტიკა. მე ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვყვებოდი იმის შესახებ, რომ უკრაინელებს აქვთ უკვე გეგმა და გაცხადდა ამის შესახებ კომპანია Firepoint-ის წარმომადგენლის მხრიდან, ერთ-ერთი მთავარი დიზაინერის მხრიდან, გვარი არ მახსოვს, მან თქვა, შტილერმანი გამახსენდა. მან თქვა ასეთი რამე, რომ თუ საქმე ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, წლის ბოლომდე უკრაინას ექნება თავისი ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები, პატრიოტის ანალოგები. ვრცელდება ამის შესახებ განსხვავებული სხვადასხვა ცნობები, საუბარია იმაზე, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ ამ სისტემების შექმნაზე, განსაკუთრებული აქცენტი იგივე ზელენსკის განცხადებებში კეთდება, რომ უკრაინას და ევროპის კონტინენტს უნდა კონდეს დამოუკიდებელი სისტემები, ეფექტური სისტემები იმისთვის, რომ არ იყოს დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პატრიოტის რაკეტების მომარაგებაზე. იმიტომ რომ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი გამოწვევები აქვს. ამ შემთხვევაში ზელენსკის საინტერესო პოლიტიკური სულა გვაქვს, რაზეც მინდოდა რომ თქვენი ყურადღება გამემახვილებინა, ეს ეხება მიმართვას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ზელენსკი ამბობს, რომ მან გაგზავნა წერილიც ტრამპის ადმინისტრაციაში, სადაც მოუწოდებს შტატებს, რომ უკრაინასთან ერთად აწარმოოს, ასე ვთქვათ, რომ უკრაინამ მიიღოს ლიცენზია პატრიოტის სისტემის რაკეტების საწარმოებლად. და ხაზს უსვამს, რომ ეს ორივე მხარისთვის, ან ორივე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ამერიკისთვის და უკრაინისთვის, არამედ მათი პარტნიორებისთვისაც მომგებიანი ამბავი იქნება. აი აქ მაგალითად ხაზს უსვამს სტატისტიკას და ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში 60-65 ერთეული ამ ანტიბალისტიკური რაკეტის წარმოება პატრიოტის სისტემის არაფერი არ არის. აი პირდაპირ ამას ამბობს, რომ ეს არაფერი არ არის იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს როგორც რუსეთიდან მომდინარე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით და კაცმა არ იცის ხვალდაზე რა იქნება. აი ეს არის ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი საჭირო დროს, საჭირო მომენტში. იმიტომ რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციაც აღარ ამბობს იმას, რომ ზელენსკის კარტები არ აქვს და თანდათან უფრო დაფასდა უკრაინის წვლილი, როგორც ევროპის უსაფრთხოებაში, ასევე გლობალურად და თანდათან უფრო დაფასდა, იმიტომ რომ შედეგები დადეს, იმიტომ რომ ტექნოლოგიური მიღწევები აქვთ და იგივე პიტ ჰექსეტიც თავის ბოლო განცხადებაში ამერიკის ომის მდივანი ამბობდა, რომ კი ამერიკელებმა ძალიან ბევრი რამ უნდა ისწავლონ უკრაინელებიდან ამ თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მოკლედ, მომენტუმი აქვს უკრაინას ინიციატივას თანდათან ხელში იღებს თქო, ვერ ვიტყვი, უკვე აიღეს ინიციატივა მათ ხელში ფრონტზე, ეს ფაქტია. ახალ თავსატეხებს უჩენენ ისინი რუსებს ერთის მხრივ, ამით პოლიტიკურ პოზიციებსაც იმყარებენ ისინი და შესაბამისად უფრო ხმამაღლა და უფრო წელში გამართული ესაუბრებიან ამერიკელებს ამ შემთხვევაში და პრინციპში რომ დავფიქრდეთ რა არის ამ ამბავში ახლა არასწორი და რა არის გადაჭარბებული, რომ ითხოვს ამ შემთხვევაში
იმას, რომ მომეცით ლიცენზია და ჩვენ აქ ვაწარმოებთ ჩვენით პატრიოტებს და აღარ დაგაწვევით იგივე ტვირთად, ხო? და აღარ ვიქნებით დამოკიდებული თქვენზე. სხვა შორის პიტექსეტმა ეგაც ახსენა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. აი ეს ორი განცხადება მოკლე დროში ერთმანეთთან არ ვიცი, ჩემი აზრით კავშირშია და ნახოთ ვიმედოვნოთ, რომ რაღაცა პოზიტიური გადაწყვეტილებები ამ ხრივაც იქნება მიღებული. არ ვიცი უკრაინელები ამერიკელების ჩართულობით მოახერხებენ ამას თუ ვინმე სხვის, მაგრამ ფაქტია, რომ აანონსებენ წლის ბოლომდე საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემების შექმნას და ეს იქნება ძალიან სერიოზული ამბავი. იმიტომ რომ ერთადერთ ბერკეტსაც ტერორის ერთადერთ ბოლო ყველაზე ეფექტურ ბერკეტსაც ამით პუტინს მოუსპობენ, პუტინს კი თავის მხრივ კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას, როგორც თავშიც ვახსენე და ეს მხოლოდ სამხედრო შედეგებით არ იზომება, რუსეთში თანდათან პროგრამავდება ეკონომიკური პრობლემები და ამას ნაწილობრივ განაპირობებს ის სანქციები, რომელსაც რუსები დასცინიან ხოლმე და რუსეთუმეებიც მათ შორის საქართველოში დასცინიან ხოლმე. ევროპელების და ამერიკელების სანქციები არ მუშაობს. აი თუ არ მუშაობს, ეხლა მე თქვენ ამ ვიდეოს ბოლოს და ამით დავასრულებ პრინციპში მოგასმენინებთ თავად რუსეთის დუმაში ერთ-ერთი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტზე საუბრობს და ეს დეფიციტი მხოლოდ იზრდება დაგეგმილზე ბევრად უფრო მეტია ნავთობ ინდუსტრიაზე მიტანილი ბოლო იერიშების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე ნავთობზე ფასები გაიზარდა, ნაწილობრივ გარკვეული დროით შტატებმა რუსეთის ნავთობზე სანქციებიც კი მოხსნა, ამის მიუხედავად მათ ეს უარყოფითი ტენდენცია ვერ აღმოფხრეს, იმიტომ რომ ძალიან გადასარევად დააბალანსეს უკრაინელებმა მათ ნავთობ ინდუსტრიაზე და чртилован плотзе дартмებით. Нахот ეს კაცი. Давайте посмотрим. Что мы будем делать с дефицитом федерального бюджета? У нас за прошлый год больше 5 триллионов, и сейчас еще под 5 триллионов. То есть суммарно около 11 триллионов уже. Что мы с этим будем делать? Печатать деньги, что ли, будем? Как в 92 году, когда каждую неделю на 30% цены росли. Сейчас цены на нефть высокие. Казалось бы, мы должны получить большие доходы бюджета, но не тут-то было. Дело в том, что чем выше цены на нефть за рубежом, тем выше размер отрицательного акциза, который должны по механизму демпфера возвращать нефтяникам. То есть фактически получается, вроде как государство должно получить много денег, но оно должно еще больше отдать нефтяникам обратно для того, чтобы они держали цены внутри страны. Აი ხა ვინმე რო გამოვარდება ამ ვიდეოს კომენტარებში და რუსეთის ქებადიდებას და უძლეველობის მითზე საუბარს დაიწყებს ისევ და 1000 რაღაც სისულელეს დაწერს, აი მე ვიტყუები, ეს ბოლო მონაკვეთი მოუნიშნეთ და აჩვენეთ და ამიტომაც პერიოდულად თავად რუსების განცხადებებს ვიშველიებ ხოლმე სამხედრო მიმოხილველების თუ ჟურნალისტების თუ ასე შემდეგ ამ შემთხვევაში თავად რუსეთის დუმაში დეპუტატის განცხადება შემოგთავაზეთ იმისთვის რომ ვიღაცებს უბრალოდ სათქმელი არაფერი კონდეთ და იქნებ თავადაც დაიჯერონ ის სასაცილო არის რუსეთში აღარავის აღარ ჯერა რუსეთის უძლეველობის და რატომღაც საქართველოში ჯერა ხალხს არ ვიცი რატომ რითვერ დაიჯერეს მაგრამ თანდათან ფაქტებთან შეგუება ყველას მოუწევს იმედი მაქვს აქტიურად კომენტარებში დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ თუ ამ დრომდე მიყურებდით ძალიან დიდი მადლობა ესე იგი თქვენთვის ჩემი ეს რაღაცა მსჯელობები და მიმოხილვა საინტერესო იყო ჩემი საუბარი იქით იყოს და ფაქტებია რაც მნიშვნელოვანია ყველაზე კადრები რომელსაც გაჩვენებთ განცხადებები რომელსაც გიკითხავთ ეს ყველაფერი თავად მეტყველებს პროცესზე რუკები რომელსაც გაჩვენებთ ერთი მხარის გავრცელებული მეორე მხარის გავრცელებული ასე რომ ეს არის ფაქტები რომელსაც გიყვებით ეს არ არის რაღაც ჩემი სურვილები თუ რაღაცა სიზმრები ეს არის რეალობა რასაც გიყვებით და იმედი მაქვს რომ ბევრი თქვენგანი შესაბამისად აფასებთ იმას რასაც მე ვაკეთებ თუ მოგწონთ მოკლედ დაალაიქეთ და თუ მეტის გაკეთება გსურთ იმისთვის რომ ეს პროექტი გავაგრძელო
ფინანსურად წამახალისოთ. ამ შემთხვევაში ჩაერთეთ დონაციაში, შესაბამისი მონაცემები არის ვიდეოს აღწერაში. ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი და Patreon-ის პლატფორმის ლინკიც. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. იმედი მაქვს, რომ მალე დაგიბრუნდებით. ნახვამდის.